დღეობით ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი სტუდიაში თქვენთვის მედია თოდრაძე მუშაობს. გაჩენილმა ხანძარმა ოზურგეთის აგრარული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაწვა. რამდენიმე ათეული მეწარმე კი საკუთრების თავიანთი სავაჭრო ობიექტების გარეშე დარჩა. თეიოსელიანი დეტალებით. პირველად კვამლი დაახლოებით პირველის ნახევარზე დაცვის პოლიციის ორმა მორიგემ ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შენიშნეს. როგორც თავატყობიან გამოძახების საფუძველზე მომხდარის ადგილზე დაახლოებით 10 წუთში საპატრულო პოლიცია, 15-20 წუთში კი უკვე სახანძროც მოვიდა. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა ნაწილმა თავი დროს მოიყარა, როცა ტანსაცმლის შემნახულ საკანზე ცეცხლი ჯერ მოდებული არ იყო. როგორც პირველადი გამოძიებით იპოვა, ხანძრის გაჩენა მოუწესრიგებელმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ხანძრის მასშტაბების გაძლიერება კი მიუხედავად ენერგოკომპანიაში შესული მრავალი ზარისა გამოუთავმა ელექტროენერგია. სწორედ ამის გამო ჯერ ხანძრის ლოკალიზება, შემდეგ კი მისი ლიკვიდაცია დაგვიანდა. ყველაფერმა ამან კი განაპირობა მისი მასშტაბები. როცა სასურსათო მაღაზიიდან ცეცხლი უკვე სახორცე პავილიონს, შემდეგ კი შემნახულ საკანს გადაედო. საბოლოო ჯამში კი როგორც დაზარალებულები აცხადებენ, სწორედ იმ ღამით მოახლოებული სასექტემბრო ვაჭრობისთვის შემოტანილი რამდენიმე ასეული ათასი საქონელი მთლიანად განადგურდა, რომლის ნაწილი ეგრეთ წოდებული ლილოს ბაზრობიდან შემდგომი გადახდის პრინციპით, დიდი ნაწილი კი ადგილობრივი ბანკებიდან აღებული სესხით შეძენილი იყო. საათისთვის შეგვატყობიეს, ჩამოვედით უკვე და აზრი აღარ ქონდა, ვეღარ უმკლავდებოდნენ უკვე ხანძარს. ყველაფერი განადგურებულია, ნაცარტუტა და აქცეული. ვინ დაგვეხმარება და რა გვეშველება და რას ვიღუნებთ, მითხარით, ცარიელი მაგილით ამხელა თანხას როგორ გადავიხდით. 10,000 და 20,000 ლარის კრედიტები გვაქვს გადმოტანილი თითოეულ ჩვენგანს და უდიდესი ჭაპანწყვეტით ნაგროვების საქონელი. დაგვეწვა ასე უდიერობით და უყურადღებობით. რასაც იქ ოჯახის ვარჩინი დამარგულავერ დამწვარი ალბათ 15-დან. არ ვიცით არაფერი მაგადიშული ვიყავი. ძალიან დიმეიგენი არაგვია ბანკები აქვს აგებული იქითაც ფოსლეზეც მოჟო დაფსებულია ოჯახი რა მედი რა უნდა ვთქვა დაგლა. დაზარალებულები ასევე საუბრობენ დაცვის პოლიციის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე. როცა ადგილზე მისული მათი რამდენიმე ახლობლის თხოვნით მიუხედავად შემნახველი საკნის კარები შემტრევის წინააღმდეგნი წავიდნენ. მაშინ როცა ცეცხლი მასზე ჯერ გადმოსული არ იყო და იქ დალაგებული საქონლის თითქმის სრულფასოვნად გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. საკანს ვაბარებდით, ინახავდნენ საქონელს და იკეტებოდა საკანი და შემდეგ საკანის მორიგი აბარებდა დაცვას და მთელი პასუხისგება მერე ევალებოდა დაცვას. სხვას ვის მოვთხოვოთ ჩვენ? შუქი ნამდვილად გამორთული იყო, იმიტომ რომ თვითონ ვინც იყო მორიგე, იგი აღიარებს რომ რუბილნიკით ითიშებოდა და ჯერ თავისთავად დაცვაც აღიარებს რომ ცეცხლი გამოსულია უკანა მხრიდან და არა წინა მხრიდან. დაცვამ რო დაგვირეკა, ჩვენ ყველაფერი განადგურებული იყო. ამ დროს იხედან არის დაწყებული ცეცხლი, რომ უნდა გადარჩენილიყო. დაცვას რაცია არ ქონდა. დროზე ვერ გაგვაგებია. იგი ვერ შემევიდა ელქსელებმა, შუქი ვერ გათიშა, ჩვენ კიდევ ვივსეთ ხალხი წლების ნაგროვალი, კაპიკობით ყველაფერი განადგურებულია, კი ხედავ დაცარიელებულ პროცენტიანი ფულები დარჩენილი ვარ ცარიელ-ტარიელებ. ხვალე პური რომ წევიღო და დღეს სახში პური მიუტანო, შულს იმის ფული არ დაგჩენილი. გარკვეული პრეტენზიები აქვს ბაზრის დირექციის მისამართით, რომელთაც გაჩენილ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის არიდებაში და კონკრეტულ სიტუაციისადმი გულგრილობაში სდებენ ბრალს. გუბერნატორთან დახმარების სათხოვნელად დასრულებენ პასუხით გამოისტუმრეს, რომ ბაზარი შეპესია და მათ არანაირი ფულადი დახმარების გაწევა არ ეკისრებათ დაზარალებულებისათვის. ერთადერთი რაც შეპირდა ბანკირებთან მოლაპარაკებების საფუძველზე საპროცენტო გადასახადების დროულად შეჩერებაა. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ შემოსულ ზარს რეაგირება მაშინვე მოყვა და დაახლოებით 5 წუთში მერვე და მეცხრე ფიდერი უკვე გათიშული იყო. პირადად ჩემთან დარეგვით არავის არ დაურეკია აბსოლუტურად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დარეკეს ქვესადგურს და დარეკას სახანძროს წარმომადგენლებმა და დარეკვიდან 5 წუთშივე გაკეთდა რეაგირება, გამოირთო ის ფიდერები თუ საიდანაც იკვებებოდა თვითონ ბაზარის ტერიტორია. ნაკაიძისეულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც შეპესე აგრარული ბაზრის დირექტორი და არც დაცვის პოლიციის თანამშრომლები. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ შუქი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში არ გამორთულა და სწორედ ამან გაურთულა სამუშაო სახანძროს. მათთან საუბრისას გამოიკვეთა კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც სახორცე პავილიონი და შემნახველი საკანი უკვე წლებია იჯარით ჰქონდა აღებული და ყოველთვიურად ბიუჯეტს 200 ლარს ურიცხავდა. დაიწვა, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და ამას ახლა დააგინა, ეს კომპეტენტურმა პირებმა ეს დასვის ბრალია, შუქის ბრალია, თუ ჩემი ბრალია. ეს უნდა დადგინდეს. კიდევ გიხსნით ერთხელ, საკანი, რომელშიც ინახებოდა ეს ტანსაცმელები, როგორც ასეთი მოვაჭრეების ისა, ქონდა არენდით გაცემული და ამას ხელმძღვანელობდა პიროვნება და უშუალოდ რომელიც ხელშეკრულება თუ გნებავთ მოგართვით აგერ, ნახეთ რა ხელშეკრულება მაქვს დადობილი
რა წერია იმაში შით. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ გამოძიების დასრულებამდე არც ერთი მხარე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ურთიერთბრალდებების ფონზე კი დაზარალებულობის გამომდინარე მიყენებული სოლიდური ზარალიდან ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აწუხებთ. რა უნდა მოუხერხონ ბანკებთან იმ საპროცენტო გადასახადას, რომლის დაბარვასაც გაყიდული საქმიდან დარჩენილი მოგებით აპირებდნენ. ლანჩხუთის სოფელ ჯაპანაში ფერმერული კოოპერატივის გაუმჯობესების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თეა იოსელიანი განაგზობს თემას. იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანას ფერმერული კოოპერატივის გაუმჯობესების პროექტის პრეზენტაცია სოფელ ჯაპანაში 20 აგვისტოს შედგა. ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მთის ფედერაციის შორის 2008 წლის 3 ივლისს მოეწერა. პროექტი, რომლის მიზანი ფერმერული კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შეძენით გაუმჯობესებაა, ასევე სამანქანო პარკისა და ცხოველების საკვების საწარმოს აშენებასაც ითვალისწინებს. 84,926 ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტით დაახლოებით 110 თავად ჯაპანაში, სხვა სოფლებიდან კი 1033 ოჯახი ისარგებლებს. გრანტს როტაბისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამას, რომელიც 1998 წლიდან ხორციელდება, საქართველოში დღეისათვის სულ 84 პროექტი აქვს დაფინანსებული, რომელიც ჯამში სულ 5,651,072 ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. 2007 წელს იაპონიის ელჩი დაინტერესდა სახელწოდებით უბრალოდ ამ სოფლის და აღუთქვა სოფელს, რომ მას დაეხმარებოდა. და განხორციელდა ეს პროექტი საქართველოს მთიანეთთა ფედერაციასთან ერთად. მიმდინარე წელს გაიხსნა მიკროსაწარმო ცხოველთა კომბინირებული საკვების გადამუშავების, შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც ამ ეტაპზე 12 ადამიანი დასაქმებული. ელჩი პატევი დავდო თვითონ ჩამობრძანდა, ძალიან მოეწონა ყველაფერი და აპირდა მოსახლეობას, რომ კიდე ახალ საწარმოს გაუკეთებს, ტექნიკა შეუძინა ორი ერთეული ტრაქტორი და სამომავლოდ კიდე ახალ პროექტს რაც სოფლის არის საჭირო დაუპროექტებს.